მე ვარ ბარბარა კულეჭიშვილი 8 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ფანდური, ხატვა და საჭმლის გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე ერთად ვარ და ჩემთვის სწავლე. მე ვიცი ქალის ხატვა, გოგოს ხატვა, კიდე ტყის ხატვა, დათვის ხატვა და ყველაფრის ხატვა შემიძლია მე. ყველაზე ძნელი არის გემის ხატვა. ყველაზე ადვილია თოვლიანის სახლის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ნარინჯისფერი. არ მიყვარს შავი და კიდე არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ შავი არის ისეთი რომ ცოტა ისეთი არ გამოჩნდება ტუჩი მაგალითად წავის პომადა შავი და არ გამოჩნდა. და არ მიყვარს არც შავი და არც წითელი. მე ძალიან მიხდება წითელი პომადა. თუ სადმე მივდივარ ძალიან ვიბრანჭები. საერკესთან ვდგები და მე თვითონ წავისვამ ტუჩის ფანქარს და ტუჩის ფანქარის იმას ფერს წავისვამ და ბლესკს გადავისვამ და ვიბრანჭები. ჭკვიალებს ვისვამ და რაღაცებს. მე როცა ვიბრანჭები მიყვარს დაბადების ხაზე წასვლა, მიყვარს გასართობ ცენტრში წასვლა, მიყვარს რესტორანში, ნახატებს ვაგროვებ სახატავ რვეულში. უკვე მაქვს 15 კარგი ნახატი. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. რა ხატია და ხატია გოგონა, რომელიც მას ემოდახატა და მე ჩემებურად გავაკეთე როგორც იქ იყო, მაგრამ მე ყველაზე ლამაზი გამომივიდა. ეს გოგო ძალიან გავს თმით. მე თავს იმიტომ ვისწრები, რომ მინდა რომ გავხდე რაპუნცელი. ერთხელ მე და ჩემს გვინდოდა ნახატები გაგვეყიდა, მაგრამ ვერ გავუყიდეთ. ფურცელი იყო მაგი და ვერავინ ვერ იყიდიდა, მაგრამ ბებიაჩემს რო ვაჩვენეთ, ბებიაჩემო აიღო აგი. 20 წუთად ვერ გავყიდეთ და ბებიას ვაჩუქეთ. ძალიან მოეწონა და რომ ვეცით უკვე ჩვენ ჩავეხუტა და მანაც ჩაეხუტა გულში. ადრე დედას ჩუქნედი ბევრ ნახატებს. ახლა იმიტომ ვერ ჩუქნი, რომ სახატა რვეულში ვხატავ. მეც მიყვარს რომ საჩუქრებს რომ ჩუქნია. ამ ბოლო დროს მაჩუქეს სახატავი რვეული და ფლომასტერი ნაკრებით. ჩემი ოცნების საჩუქარი არის რომ მაჩუქო ჩემნაირ რაპუნცელი სათამაშო თოჯინა. თოჯინებით მიყვარს თამაში და ძალიან ბევრი მაქვს თოჯინების სახში. მაქვს მე მგონი 20. მე მგონი არ ვიცი. არ ვთვლი სათამაშოებს. ჩემს თოჯინას არ ქვია სახელი და ახლა დავარქვი. მოდი ერქვას მარი. მარი არის ოჩახი, ლამაზი და დამჯერი. ხშირად ხდება ავად და მე ვუვლი. ჩემი საყვარელი თამაში არის თვარეულობანა. თვალებს დახუჭო და უნდა უთხრა წამოდიო და წამოვა. თვითონ ადამიანი და უნდა გიპოვოს. დახუჭობანისნაირია. ყველაზე მეტად არ მიყვარს გელობანა. იმიტომ რომ წავიქცევი და ფეხი შეიძლება ვიტკნო ან ხელი ან მოვიტეხო რაღაცა, მაგრამ არ თამაშობ. მე 1 წელია ვარ ფერხისის წევრი. მაგ სწავლობ ცეკვას, ფანდურს და სიმღერას. ჩემი საყვარელი სიმღერა არის არხოდი. არხოდის სასავით ლურჯი გაქვს თვალები. არხოდის სასავით ლურჯი გაქვს თვალები. შენებით მოგელხარ სალიქთისავა და მაქსი ლამაზისთვის ყროლიან თვალები. ვაჟები ლოცავენ შენ შარაშარ და მაქსი ლამაზისთვის ყროლიან თვალები. ვაჟები ლოცავენ შენ შარაშარ და ფანდურზე დაკრა არის ძალიან ადვილი. უნდა დაადო თითი, პირველი უნდა დაადო აჭარულის თითი, მეორე უნდა დაადო იმის რა ქვია, ვაში მქონდა წითელის და იმის რა ქვია, შევარდენის. მეორე ხელი ჩამოკვრა ძალიან ადვილია. მე კიდევ მინდა რომ ვუკრავდე პიანინოზე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ლეთია ეს მე მინდა კონცერტზე მეცვას გრძელი წითელი კაბა. ფერხისაში მყავს 2 მასწავლებელი, ნინო და სოფო. უფრო მხიარული არის ნინო და უფრო კაცრი არის
სოფო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, კარგი კლასელები მყავს, კარგი მასწავლებელი მყავს, ბუფეტში ჩავდივარ. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარული არის მუცა დებაძე. ყველაზე მშვიდი არის თამარი გოგოლიშვილი. ყველაზე ცელკია ირაკლი ხარაბაძე. ყველაზე მშვიდი არის თამარი გოგოლიშვილი. მე ვარ ყველაზე მშვიდი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ინეზა დუბაძე. იმიტომ რომ ხიარულია, კეთილია და ბავშვები უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მომღერალი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნები ცნობილი მომღერალი. სახში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია გეგა. ის არის ჭკვიანი, მხიარული და მშვიდი. ჩემი აზრით გეგაც გამოვა მომღერალი. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, ყოჩაღი და გულთვილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, გულთბილი და მხიარული. მე ვაკეთებ ძალიან გემრიელ პიცას. ჩემი საყვარელი წიგნი არის რაპუნცელი. საყვარელი მულტფილმი არის ბაჭია და მელია. ჯერდოსნული ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ნამდვილ რაპუნცელს. სამოგზაუროდ მინდა წავიდე იტალიაში. ყვავილებიდან მე ვგავა იას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ბარბარელო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ალბათ მერქმეოდა ანა მარია. ჩემ შვილებს დავერქვა ანა მარიას და თომას, კოტეს და ელენეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ყველაზე კარგი თვისება? მაგალითად, ჩემი ყველაზე კარგი თვისება არის, რომ კეთილი ვარ. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება, მამიკოს ჩახუტება, ძმის და ბებიის. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.